მადლობა. მადლობთ მოგესალმებათ ვანოს შოუ მთავარი იუმორისტული შოუ მთავარ არხზე. ვიზღებ მონოლოგს დღეს ბევრი თემას შევეხები, ქვეყანაში გვაქვს ბევრი თემა, მაგრამ არ გვაქვს არც ერთი ვაქცინა. ვაქცინა უკვე ისეთ ქვეყნებშიც კი შეიტანეს, როგორიცაა მაგალითად ავღანეთი, ბანგლადეში, პალესტინა, მოკლედ ისეთ დღეში აგდებს ეს მთავრობა ამ ქვეყანას, მალე ალბათ ჩვენზე დოკუმენტურ ფილმს გადაიღებენ, როგორც ერთადერთი ქვეყანა, სადაც კორონავირუსი ჯერ კიდევ შემორჩა. ესეთი დოკუმენტური ფილმი რო გადის. ყველა ქვეყანამ იყიდა ვაქცინა, საქართველოს გარდა, საქართველოს ჯერ კიდევ მუსიკას უსმენს. აი მუსიკას თქვენ ხართ რიგში 135. ხով დაელოდოთ ოპერატორს ამ მუსიკას უსმენს დღემდე ჩვენი ხელისუფლება. აქვე მინდა სასიხარულო ინფორმაცია გაგაცნოთ ვაქცინის რა გითხათ, მაგრამ შპრიცები გვაქვს. საქართველოს ხელისუფლებამ შეიძინა 50,000 ცალი შპრიცი. არ ვხუმრობ, არაფერს არ გატყუებთ. ახლა თურმე შემოაქვთ სპირტში დამბალი 10 ტონა ბამბა. ვაქცინის გაკეთებამდე რომ გავისვათ კანზე, ფაქტიურად ნებისმიერ წამს რომ შემოვიდეს ვაქცინა, ორგანიზმს უკვე დარბილებული ვახვედრებთ. გვაქვს კიდევ ერთი სასიხარულო ინფორმაცია კორონავირუსთან დაკავშირებით. ამირან გამყრელიძის შვილის კომპანიამ ერთჯერადი ხელთათმანების შესყიდვის 8 მილიონიანი ტენდერი მოიგო. აი მალადეც, გილოცავთ ბატონო ამირან, თქვენთვის უსრია მეორე ტალღას. დარტანიანის შვილმა 8 მილიონიანი ტენდერი მოიგო, შესაბამისად მუშკეტერების დევიზით შეიცვალა, ერთი ყველასათვის 8 მილიონი ერთისათვის ესე შევცვალეთ, შეიცვალა. აბა მეგობრებო, გავერთიანდეთ, ხვალ ყველა გამოვდივართ აივანზე, აივნებზე და ტაშს უკრავთ მედიცინის ყველა თავდადებულ მუშაკს, რომელიც მიუხედავად პანდემიისა არ შედრკა და უფრო მეტი მონდომებით გააგრძელა ტენდერების მოგება. მოკლედ, არ ვიცი როგორ გავძლეთ ამდენ ხანს ვაქცინის გარეშე, ფაქტიურად ღმერთის იმედად ვართ დარჩენილი. ღმერთის. ლოცვა უნდა გავაძლიეროთ. თან ერთი საინტერესო ვიდეო ვნახოთ. ახალი მიკროფონი მაქვს. ეს არის ძალიან ცნობილი ფირმა შური. შური, ესე იგი 1925 წლიდან აწარმოებს მიკროფონებს და გონი მსოფლიოში საუკეთესო მიკროფონია. ნუ გამოაჩენ შურს. ზოგ ადამიანს შურს. არ მეშინია შურის. მიკროფონი მაქვს შურის. მე ძალიან ვხალისობ ამ მეუფეს ვიდეოებზე. მეუფე ნიკოლოზ, ახლა ერთი AirPods-ი დაამატე, ერთი wireless charger-ი და ერთი power bank-ი. ახლა შეიძლება ყველამ ვერ გაიგეთ რა ჩამოვთვალე, მაგრამ მეუფე ნიკოლოზი მიხვდება. იმიტომ რომ ტექნიკაში ძლიერია, ძალიან ძლიერია. ამ მოკლედ დროში იმდენი ტექნიკა დაუგროვდა, მალე შეიძლება მაღაზიათა ქსელი გახსნას მამა ელექტრონიქსი. ძალიან ბევრი რაღაცებს იღებს, კინოები, რაღაც მიკროფონები და ასე შემდეგ. ისე მეუფე iPhone-ზე თქვით, იმიტომ მინდა რომ კარგი კამერა აქვს და ახლა შურის მიკროფონი გაქვთ, რომელიც ხმას იღებს კარგად. ახლა ერთი კარგი განათება გინდათ და შაბათ-კვირას შეიძლება ქადაგება ასე დაიწყოთ. 20th Century Fox-ი, New Line Cinema და მეუფე ნიკოლოზი წარმოგიდგეთ. ეს შეიძლება დავიწყოთ. თავრობაში ნამდვილად არც სალიათ, არც ვირუსისთვის და არც ხალხისთვის მნიშვნელოვანი ცვლილებებია ოცნების გუნდში. კულტურის მინისტრად ინიშნება თია წულუკიანი, ახალი მინისტრის მიმართ საამებელი განცხადებები ყველას დაასწრო რეჟისორმა ქეთი დოლიძემ. გამორჩეულად, ესეთი კარგია, ეს უნდა მართავდეს, არა კულტურიდან არ უნდა იყვნენ, არა ჩვეულებრივია, როგორც იცის. ხო იცით, როგორც იცით. ქალბატონო ქეთი, თქვენი კუკარაჩა, თქვენ მაინც ხომ გაქვთ ნანახი, ფრთხილად იყავით, ისი არ დაგემართოთ, 7 კომპლიმენტი ესროლოთ თეას და 7-ვე ააცილოთ. წულუკიანი შეხვდა კულტურის სფეროს წარმომადგენლებს, მათ შორის ნინო ანანიაშვილსაც. რო დაუნახავს ნინო, ეგრევე უკითხავს, თქვენი ქმარი ისევ თვლის, რომ არჩევნები გაყალბდაო? თუ ეგრე თვლისო, მაშინ თქვენ აქ რა გინდათო?
თავისით ვცვა ესეთ სიტყვები. მე ჩემი ინიციატივით არაფერი არ მეთქვა. რაც მოვიდა პირში ყველაფერი გადმოვცვიდა თავის, არ ვიცი. საერთოდ ერთი რჩევა მინდა მოგცეთ, თავს ნუ დაიღლით კომპლიმენტების თქმით, იმიტომ რომ თეატრულუკიანის სახით ისეთი ადამიანი მოდის კულტურის მინისტრად. ქეთი დოლიძის არ იყოს, ცოტა ხანში ვნახავთ კულტურის მუშაკებს ელიავას ხიდის ქვეშ დაბუნდებულს. ჩემი სიტყვები დაიმახსოვრეთ. გავრცელდა ინფორმაცია, რომ დიდი დაპირისპირებაა ოცნებაში, თურმე გახარიას ჩატეხვა უნდა და პრემიერად ირაკლი კობახიძე მოიაზრებაო. კობახიძე პრემიერად აშკარად ლოგიკურია, იმიტომ რომ ამ ქვეყანას ერთი რაც აკლა საკონტროლო გასროლა იყო და კობახიძეს დანიშნით ეგ ამბავიც მოგვარდება მარტივად. არადა გახარიას დიდი პატივს სცემდნენ გუნდში, ახლა კი მის მოშორებას ცდილობენ, მოკლედ რომ ვთქვათ, თათარაშვილის კომპლიმენტმა ზომაში ცოტა მოიკლო. ესეც თავისით გადმოცვიდა. მე მაინც ჯერა რომ კობახიძე გახდება პრემიერი, იმიტომ რომ ძალაუფლება აქვს, იმიტომ რომ გავლენები აქვს და იმიტომაც რომ თმები აქვს და კულულებიანია. ისე არ ვიცი როგორი პრემიერი იქნება ირაკლი კობახიძე გავრილოვიჩი, მაგრამ თემურ თათარაშვილის სიტყვები რო არ უხდება, ეგ ნამდვილად ვიცი, აშკარად არ უხდება ახლა. კობახიძე სანაირად შეიძლება მოუხდეს ის სიტყვები თემურ თათარაშვილს რო გადმოსვიდა პირიდან. მთავრობამ პარლამენტში ოპოზიციის შესატყუებლად საოცარ ხერხს მიმართა ქართული ოცნება ქმნის საპარლამენტო საგამოძიებო კომისიას, რომელიც შეისწავლის გააყალბა თუ არა ქართულმა ოცნებამ არჩევნები. ესე იგი ოცნება იძიებს თავის ჩადენილ დანაშაულს. მე მესმის რომ ყველაფერს ობიექტურად გამოიძიებს. მე მართლა მწამს ამის, მაგრამ მეტი სანდოობისთვის იქნება კომისიაში ჩაგესვა თამარ ჟვანია, ცესკოს უბნის მამიდები რო ჩაგესვა, სუსი, ძველი ბიჭები რო რამეში ეჭვი არ შეგვეპაროს ჩვენ. და ბოლომდე რომ გქონდეს ნდობა ამ კომისიას, ხო შეიძლება რა? დაკომპლექტდეს რა მართლაც ესეთი ობიექტური ადამიანები. ამ ვითომ საოცარ ხრიგს, ვითომ წამოეგო, ვითომ რადიკალური ოპოზიცია იაგო ხვიჩია აცხადებს, რომ თუ ოცნება საგამოძიებო კომისიაში შექმნის და თუ მიიღებს კანონს 0%-იან ბარიერის და პროპორციული სისტემის არჩევნების ჩატარებაზე, მე პარლამენტში შევალო. კარგი ახლა იაგო, არ გინდათ ასეთი ლაპარაკი. არ გინდა რა, არ გინდა. მაგას ჯობია ადამიანურად გთხოვო ხალხს. ადამიანურად მოდი და გთხოვე 2 წუთი მთელი საქართველო გავიხედავთ მარჯვნივ და აი ამ დროს უცებს შეხვალ პარლამენტში 2 წუთის საქმეა სულ. გამოვიხედავ სულ აღარ არის არაფერი, დავთვალებული შიგნით ხარ უკვე. მოკლედ იაგო ხვიჩიაც იწევს პარლამენტისკენ რაღაც მიზეზებს იგონებს, რომ რამენაირად უმტკივნეულოდ შევიდეს, უნდა რომ ელისაშვილს მიბაძოს. იაგო, შენ ელისაშვილს რას ედნები? იმას იმხელა ზურგი აქვს. ის მეორე რო ყავს. იმის სახით. თავაწეული შევიდა იმის სახით პარლამენტში ეკაცი. შენ ვის იმედი გაქვს? იმენ მეგრელიშვილის ისა, გალეულის. მაგის იმედი გაქვს? არა ეს ელისაშვილს ეს მეორე მართლა მაგარი ყავს ეს პოლიტიკური ენერგო ვამპირი. ვინ არის ეს? რა დაიბადა ამისთან? ვინ არის? ვინ არის ეგ დებატების აფთარი? ეგ რო დარბაზში ოცნება გადის დარბაზიდან, იმიტომ რომ ეშინეთო ძვლებიანად არ შეჭამოს. ის მეორე ვინ არის ეს? იოსელიანი, ხო თუ რაგვარია ეს? მართლა პოლიტიკური მხეცი არის. ყველა გადაცემაში შეიძლება მოიხსენიოთ ხოლმე, იმიტომ რომ ძალიან საინტერესო პერსონაა და გიხარია. იაგო, შესვლა თუ გინდა, მართლა არაა საჭირო ამდენი მიზეზის მოფიქრება, ამიტომ მოკლედ გეტყვი, შედი იაგო, შედი. მეტი რა გავაკეთე, რა გითხრა. ზუსტად 1 კვირის წინ პროკურატურამ ნაციონალური პარტიის, ნაციონალური მოძრაობის ახალი თავმჯდომარის ნიკა მელიას გირაოს შესატანად მისცა 1 კვირიანი ვადა, ძალიან პრინციპულად განაცხადეს, რომ თუ არ გადაიხდის დავიჭერთო. ნიკა მელიამ განაცხადა, არც გირაოს გადავიხდი და ვერც დამიჭერთო. 1 კვირიანი ვადა ამოიწურა უკვე და ახლა პროკურატურა 2 დილემის წინაშე დგას, ერთი დაიჭიროს ნიკა მელია და მეორე კვირის დღეების რაოდენობა გაზარდოს 10-მდე. ან უსასრულოდ. და აი ეს მაგალითად ჭარასკევსაც თუ არ გადაიხდის, მე ვადა იქნება 2 თარშაბათამდე. თარშაბათსაც თუ არ გადაიხდის, მე ნამდვილად დავიჭერთო იტყვიან. ანუ დღეები ხო ბევრდება. მარტივი იუმორია, რატო ვიყურებთ ასე. ძალიან საინტერესო სიუჟეტი გაკრა ნიკა მელიაზე ერთ-ერთმა სამთავრობო არხმა, მოდით ნახოთ ვიდეო.
მელია, რომელიც ერთ-ერთ აქციაზე ბრიტანული ბრენდის 1350 ევროიანი ქურთუკით გამოჩნდა, ვერ დაამტკიცებს, რომ გირაოს თანხა არ აქვს. რა გინდათ ამ კაცთან? რა გინდათ ქურთუკის ფასებს როგორ უცლით? არ აქვს ცხენია? ისედაც ნაწილ-ნაწილ ყიდულობს ტანსაცმელს. მაგალითად ის წითელი დუტი ჯერ მხოლოდ ნახევარი აქვს ნაყიდი. ნახევარი აქამდე აქვს და მეორე ნახევარსაც იყიდის ალბათ, ხო შესაბამისად, რა ვიცი. ახლა კი მინდა შემოგთავაზოთ არქიტექტურული ინოვაციური პროექტი, რომელიც შემთხვევით ფოთის სასამართლოს შენობაში აღმოაჩინეს ერთ-ერთმა მოქალაქემ. ნახოთ როგორი ტუალეტი აქვს, ესე რომ ვთქვათ, ფოთის სასამართლოს. ეს ერთი საპირფარეშო, ის მეორე. აქედან რა გახვიდეთ? ამ საპირფარეშოდან რო გახვიდეთ, გვერდითა კაბინაში აუცილებლად უნდა შევავარავთ მეწყვილეს. სანამ ვერ გახავთ. ძალიან საინტერესო საპირფარეშოა მართლაც. ეს ახალი სიტყვა არქიტექტურაში, ტუალეტის მშენებლობის მიმართულებით, ისიც როგორი კონცეფციის ტუალეტია, აი, დერეფნული კორიდორული სისტემა. აი, რაღაც დაახლოებით სტუდიო ტიპის რაღაცა საპირფარეშო. მე მივხვდი, რატომ არის ტუალეტი ასე დაპროექტებული, ეთქობა სასამართლო პროცესები რომ არ გაიწელოს, მაგიტო. ერთ ოთახში შედის მოსამართლე, მეორე ოთახში ადვოკატი და იქ მიდის მსჯელობა სასამართლოში და აგრძელებენ პროცესს. ადვოკატი რო რჩება, მერე შედის მოწმე და მოწმეს უსმეს აქვია მოსამართლე და ასე შემდეგ. მოდით გადავინაცვლოთ გარდაბანში და ვნახოთ როგორ იყენებს ბიუჯეტის ფულს, ანუ ხალხის ფულს გარდაბნის მერი და მერია. ნახოთ სიუჟეტი. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის დასკვნით ჩნდება განცდა, რომ გარდაბნის მერიაში ჩინოვნიკები ხალხის ფულით ნაყიდ ბენზინს იპარავენ. აიმტკიცებულება. 2018 წლის 31 იანვარს მერის მანქანაში, რომლის აუზიც 90 litrია, 7 წუთის ინტერვალით 130 ლიტრი ბენზინი ჩაასხეს. 90 litrიან ბაქში ჩაასხა 130 ლიტრი ბენზინი. მოკლედ ეს რამხელა რაუძირო და რა გამძლე ავზი ქონია, კი მოიწყო ამ ჯოჯოხეთის დამტეველმა გარდაბანში პატაცინა 64. ამ ხელა წინადადება თქვი წარმოგიდგენთ. აშკარად რაღაც ფოკუსთან გვაქვს საქმე. ეს ისეთი კაცია, ხალხი რომ მიადგეს სად არის ჩვენი წინასაარჩევნო დაპირებებიო, დაპირებების ნაცვლად შეიძლება შარლის ჯიბიდან კურდღელი ამოიღოს. და ნახოს რომ აი კურდღელი ისეთი რაღაცაა გაკეთებული. ბენზინი გააქრო ჰაერში. მოკლედ ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს ვუყურებ და მონოლოგის ბოლოს მინდა ჩემი დასკვნა გაგიზიაროთ, რომ დავაკვირდი ქართველი ხალხი ძალიან გავართ გარდაბნის მერის მანქანას. აშკარად 90 litrიანი მოთმინების ფიალა გვაქვს და ეს მთავრობა 130 ლიტრ გაჭირებას გვათმენინებს ძალით. რა ვქნათ, რა გავაკეთოთ, გამაგებინეთ. დიდი მადლობა. ჩვენ შოუს მუსიკალურად აფორმებს ბენდი თამურა ლეკვეიშვილის ხელმძღვანელობით.